გამარჯობა. გამარჯობა ყველას ჩვენ ხალხს, ვინც გვისმენს. ხა ფორმულაში მოვედი ჩვენი ბრიფინგის შემდეგ. იმის სათქმელად არის ეს ეთერი, რომ ხვალ 12 საათიდან საღამომდე მე ვიქნები თბილისში ცენტრალში, ძლიერი საქართველოს ოფისში, ხო იცით ბათუმის ის რომ არის ბათუმის მატარებელი რო გადის, უბრალოდ მატარებლები რო გადის, მაგის თავზე, ვინც მანამდე არ იყო ჩემს ოფისში, ჩვენს ოფისში, მან ერთი ამოცანით. მე ეს დღეები, ერთი კვირა კი არ არის და 5 დღეა გასული. ძალიან ბევრ ჩვენ წარმომადგენელს შევხვდი, კომისიის წევრს შევხვდი, უბნაზე შევხვდი ხალხს. ვინც იბრძოლა, ვინც დააბულინგეს, გამოაგდეს, იმ ხალხსაც შევხვდი სხვათა შორის, რომლის მოსყიდვას ეცადნენ და ფული შესთავაზეს. ძალიან ბევრ ხალხს და პირველ რიგში მე თქვენ უნდა გითხრათ მადლობა, მინდა გითხრათ ამ ბრძოლისთვის. მაგრამ ვიომეთ ჩვენ რამდენი ადამიანი გამოგვიგდეს უბნიდან, ყველაფერი ეს სქემა გაშიფრულია როგორ მოხდა და ძალადობაზე, ღია ძალადობაზე, ოღონდ ყველგან იყო გადასული ხელისუფლება. ხვალ მაგრამ ბევრი ხალხი დარჩა, ვესთანაც არ მილაპარაკია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხალხი იყო რეგიონებში, მერე დაიღალა, დასვენება ჭირდებოდა. ჩვენ ამ ინფორმაციას როგორ რა მოხდა ვაგროვებთ, საერთაშორისო გამოძიება იქნება. ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას, ეგეთი საერთაშორისო გამოძიება მომხდარა ადრე და გარდა ამისა ყველა მებრძოლს ადამიანს, რომელმაც ახლა ჯაფა დახარჯა და იბრძოლა და იმუშავა, მნიშვნელოვანია რომ მე დაველაპარაკო. ამიტომ ხვალ თუ დროის შეთანხმება დაგჭირდეთ, აქ მომწერეთ სოციალურ ქსელში. მე ვარ ადგილზე, მომწერეთ ან მოდით პირდაპირ, იმიტომ რომ მაინტერესებს თქვენი გამოცდილება, ამბავი, რა მოხდა, როგორ მოხდა, მინდა რომ მე თვითონაც ყველაფერი პირადად ვიცოდე, თან ეს უნდა ყველაფერი შევინახოთ, რაც ვთქვი. ეს ამბავი არ არის მარტო ის, რომ საქართველოში მომავალში უნდა ჩატარდეს არჩევნები, ეს გამოძიება. არამედ არის ასევე იმაზე, რომ ესეთი საფრთხე ემუქრება ევროპასაც. ყველა, აი სერბეთში ხო ჩაატარეს ეს. ეხლა ჩვენთან ხო ჩაატარეს. ყველა ევროპულ ქვეყანაში, ევროკავშირის ფარგლებში შეუძლიათ ასეთივე პროცესი ჩაატარონ, ასევე მოიპარონ არჩევნები და დასვან ის, ვინც უნდათ. როგორც მადურო დასვეს ვენესუელაში. ამიტომ ეს ამბავი კარგად უნდა იყოს გამოკვლეული ორი მიზნით. ერთი, რომ ავდგეთ და ეს ყველაფერი გამოვიძიოთ და ჩვენი არჩევნები, აქაური არჩევნების შედეგი გავაუქმოთ და ის, რომ დღეს ამდენი სახელმწიფო და მთელი ევროკავშირი არ აღიარებს ამ არჩევნებს, მეტი მაგალითი რა გინდათ ხალხო, არ აღიარებს ის მტკიცებულებები, ის ანგარიშები, რაც სხვებიც წერენ და ჩვენც წერენ, ეს ყველაფერი არის გასული და ამის შედეგია ეს. იმის შედეგია, რომ საპროტესტო მიტინგზე ბევრი ხალხი შევიკრიბეთ, ეს ყველაფერი დაინახეს, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო გამოძიება თუ იქნება, გვინდა ყველანაირი ვიდეოები, მტკიცებულებები გამოუშვით ეგ ჩვენთან. აქვე ჩამიგდეთ Facebook-ში ან დისკზე წამოიღეთ ან ასე შემდეგ. და ასევე ეს გვჭირდება იმისთვის, რომ შიგნით ეს შემოვინახოთ ჩვენ უსაფრთხოებაზე, როგორ მიიტანეს შეტევა. ეს არ არის მარტო დემოკრატიის საკითხი, ეს არის უსაფრთხოების, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, რაც საქართველოში მოხდა. პირდაპირ ჩარევაა ჩვენ სუვერენიტეტში ერთი კრიმინალური ბანდის მხრიდან. ასე არის ეს. ასე რომ ჩვენ გავაკეთეთ ასევე შტაბი, გვექნება მუდმივი ურთიერთობა ტელევიზიით, ლაივით, თქვენთან მტკიცებულებებს ვაგროვებდით და დიდი სამუშაო ჯგუფი გავაკეთეთ ძირითადად იურისტებისგან.
ამას მივაწვდით, ვისაც უნდა და მათ შორის ასევე საქართველოს პრეზიდენტს მივაწვდით და დიპლომატებთან ვიმუშავებთ, ხვალაც გვაქვს დიდი შეხვედრა, იმიტომ რომ დარჩეს ეს პარლამენტი ისე როგორც არის სიმბოლურ პარლამენტად. და დანარჩენი კიდე არის უკვე ყველა ჩვენზე. ორშაბათს იმიტომ ვთქვით ეს მიტინგი, ორშაბათს 7 საათზე, რომ ჯერ ეს ერთი ხალხს უჭირდება ჩამოსვლა რეგიონებიდან, ამას ყველაფერს სჭირდება ორგანიზება და მანამდე კიდევ ჩვენ უნდა თქვენ წარმოგიდგენთ სქემას გაყალბებების და ასევე შაბათ-კვირას ჩვენ გვჭირდება საშუალება, რომ ჩვენ ხალხს დაველაპარაკოთ. ხალხი არის რეგიონებში, ზოგი ხონში არის, ზოგი მარნეულში არის, ზოგი მესტიეში არის. და ეს მუშაობა ჩვენთან მიმდინარეობს. რაც შეეხება, ეს არის ჩემო კარგო ხალხო ზუსტად გეგმა, ამას გაცნობთ. ეს გეგმაა. ახლა თარიღები ამას არ აქვს, იმიტომ რომ თარიღები რამეს რო დაუსვათ, ამას ვამბობ სულ. ბიძინა ივანიშვილს ჩათვალეთ, რომ აგერ უნდა მივცეთ ჩვენი ნააზრევი. კარგად დამუშავებული წინასწარ შევატყობინოთ. მოვა ორშაბათს საღამოს ბევრი ხალხი, აგერ ვპასუხობ, რა თქმა უნდა, მოვა. იმიტომ რომ მე მგონია, რომ რახან პროევროპულ არჩევანს მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა, 1,5 ადამიანმა მისცა ხმა. 1,5 ადამიანმა მისცა ხმა პროევროპულ არჩევანს. ჩემო საყვარელო ხალხო და იქიდან ცოტა პატარა ნაწილი რომ მოვიდეს, ეგეც ძალიან კარგად გამოჩნდება. საღამოს იქნება ეს ყველაფერი, რუსთაველი დაიკეტება. გარდა ამისა, ხალხი არის თუ არა გაბრაზებული, ჩემზე კარგად იცით, რომ ხალხი არის ძალიან გაბრაზებული და თქვენ ხართ გაბრაზებული. თქვენ ჩემს გარშემო ყველა გაბრაზებულია, იცით რატო? კარტო გაყალბების გამო კი არა, მარტო. ასევე იმიტომ, რომ ყველას მოექცნენ საშინლად. ხალხი ყავდა ძალადობაში, მუქარაში და შანტაჟში. ამიტომ მეც ესე მგონია, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, საერთაშორისო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მარტო 9 ქვეყანას ყავს აღიარებული ეს არჩევნები. აბა კიდე გითხრათ ვინ? მათ შორის ვენესუელას, რომელიც ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ესეთმა ქვეყნებმა აღიარეს ეს არჩევნები. ვენესუელა და სხვა ქვეყნები, რომლებიც ცნობენ, რომ აფხაზეთი არის ცალკე სახელმწიფო. ესეთ ხალხთან გვაქვს საქმე. და ჩვენ მხარეს არის მთელი ევროკავშირი და ყველა. კითხვები და რამე მოსაზრებები, ამბები თუ გაქვთ, მოიწერეთ. ჩვენ მუშაობთ, ახლა გაჩვენებთ, შტაბი არსებობს და ხაზზე ვართ. რაც გაქვთ მტკიცებულებები, ჩემთან გამოუშვით. აბა, მაგრად.